ალბათ ყველას გახსოვთ პედი პიმბლეტის ხმაურიანი განცხადებები. თუ არა და მე შეგახსენებთ. როცა ილია დაბრუნდება, სახეს გაუხევ. ილია თოფურია პატარა კაცია, ის ზედმეტად პატარა ჩემს დასამარცხებლად. გეიჯს მაგრად გავლახავ, ილიასაც მაგრად ვცემ, ცარუკიანსაც ზედ მივაყოლებ. გეიჯს როდესაც დავამარცხებ, ხალხი დაიწყებს. 38 წლის კაც მოუგო, დიდი ვერაფერი მებრძოლიაო. ილია თოფურია თავხედია, მთელი წელი არ უჩხუბია, ჩემთან ბრძოლა თუ უნდა დაალდება მოუწევს. გრძნობ 2026 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იქნება. ჯერ გეიჯს დავამარცხებ და დროებით ტიტულს დავეუფლები. შემდეგ კი ილია თოფურიას დავამარცხებ და ნამდვილ ტიტულს დავეპატრონები. თუმცა მოგეხსენებათ პედი გუშინ დამარცხდა და ყველა მისი ოცნება ქარმა წაიღო. ილია თოფურიამ ამ ბრძოლას ასე გამოეხმაურა. პატარა სოსისო, ერთადერთი რაც უნდა გაგეკეთებინა 38 წლის კაცის დამარცხება იყო. ალბათ ჩემსავით მთელი საქართველო ელოდა პედი პიმბლეტის გამარჯვებას. რათა შემდეგ ილიას ტკბილი ხელი შეეგრძნო და ყველა ის განცხადება მწარედენ ანა, რაც ელ მატადორის მისამართით გაუკეთებია. მაგრამ რას ვიზავთ? 38 წლის გეიჯთან დამარცხდა ინგლისელი სოსისი. მერაბ დვალიშვილმა Fight Sphere-ზე მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ იანთან დამარცხების შემდეგ დანა ვაითი მას რუს მებრძოლთან რემაჩს დაჰპირდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ერთმანეთს კვლავ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი შეხვდებიან. პიოტრ იანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თეთრ სახლში შონ ომალის წინააღმდეგ სურს ჩხუბი იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი მებრძოლი რამდენიმე დღეში სონგ იადონგთან თავის ბრძოლას მოიგებს. UFC-ს სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ჩემთვის პრობლემა არაა პიოტრ იანის მომდევნო მეტოქე მანქანა რომ იყოს, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებს. პიოტრს აქვს ის, რაც მე ძალიან მინდა. მერაბს პატივს ვცემ, ჩემამდე თუ ქამარზე კვალ მას დაუნიშნეს ბრძოლა დამსახურებული იქნება. მაგრამ პიოტრ, შენ გინდა ჩემთან რემატჩი, მეც მინდა. მერაბს მიხედე და შევხვდებით. შუგა შონმა სონგთან გამარჯვების შემდეგ ქამრის დაბრუნების სურვილი გამოთქვა. არ გავბრაზდები მერაბს რემატჩი რომ მისცემ. დვალიშვილმა 2025 წელს 4 საჩემპიონო ორთაბრძოლა გამართა, რაც სრული სიგიჟეა. ის ამას იმსახურებს. თუმცა ვაპირებ ოქტაგონში შევიდე, შოუ დავდგა და ვეცადო დვალიშვილზე წინ აღმოვჩნდე. ვეცდები ჩემი საქმე შევასრულო. შემდეგ 6 თვე დავისვენ და დაველოდო რა მოხდება. თუ იანმა დვალიშვილს მოუგო, მას ვეჩხუბები. თუ მერაბმა გაიმარჯვა, მერაბს ვეჩხუბები. ხაბიბ ნურმაგომედოვის აზრით, პიოტრ იანის მომდევნო მეტოქე აუცილებლად მერაბ დვალიშვილი უნდა იყოს. ახალ ინტერვიუში დაღესტნელმა მანქანას მიღწევები ჩამოთვალა და ახსნა თუ რატომ თვლის, რომ დვალიშვილს სატიტულო რემატჩი უმარ ნურმაგომედოვზე და შონ ომალიზე უფრო ადრე ეკუთვნის. არ შეიძლება მერაბის დამსახურებები უბრალოდ გადააგდო. მერაბმა ზედიზედ 14 ბრძოლა მოიგო, ქამარს იცავდა და ის რაც მერაბმა გააკეთა, ჯერ ოქტომბერში იჩხუბა, მერე ეგრევე დეკემბერში, როდესაც ორგანიზაციას თხოვდა რომ ეჩხუბა, ის ყოველთვის ჩხუბობდა. ისიც ვიცი, რომ დეკემბერში მთავარ ბრძოლაზე პრობლემა ჰქონდათ. სჭირდებოდათ მებრძოლი, რომელიც ქამარს დაიცავდა 57 კილოგრამში. ის ფაქტი, რომ მერაბმა ბოლო ბრძოლა წააგო, ჩემი აზრით მისი ჩამოწერა არ შეიძლება. მეჩმეიკერი რომ ვიყო, მერაბს რემატჩს მივცემ, სადღაც აპრილი-მაისში. მერაბი პიოტრს უნდა ეჩხუბოს. მათი გამარჯვებული კი უნდა შეხვდეს უმარსა და ომალის შორის გამარჯვებულს. რაც შეეხება პროგნოზს. ბოლო ბრძოლამდე მეგონა რომ მერაბი მოიგებდა, მაგრამ პიოტრმა ყველა გააკვირა. ვთიქრობ მომდევნო ბრძოლაში პიოტრი კიდევ უფრო თავდაჯერებული იქნება. ამ ბრძოლამ მას თავდაჯერებულობა მისცა. UFC-ს სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილზე და პიოტრ იანზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მას არ სჯერა მერაბის და თვლის, რომ მას ჯამრთელიანთან შანსი უბრალოდ არ აქვს. მისი აზრით მერაბის მხრიდან შეცდომა იყო მეოთხე ბრძოლაზე თანხმობის თქმა. იგი დარწმუნებულია, რომ დვალიშვილმა 3 წელიწადი რომს დაისვენოს ჯამრთელ იანს შეხვდეს, პიოტრი 10-დან 10 ჯერ მოუგებს. ის აცხადებს, რომ დვალიშვილთან რევანშის აღება სურს. მისი თქმით, ქამარი არსად გაექცევა, თუმცა ამ ეტაპზე კიდევ ერთი ბრძოლა სჭირდება. მისთვის კითხვა ასე დგას: ვისთან აქვს უფრო დიდი დაპირისპირება? მერაბ დვალიშვილთან თუ პიოტრ იანთან? მისივე განცხადებით, დვალიშვილიც და იანიც ოქტაგონში მისი მეტოქეები არიან.
თუმცა ოქტაგონის მიღმა მათთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ის ამბობს, რომ მებრძოლებს ერთმანეთი არ მოსწონთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ოქტაგონში ჩხუბობენ და ერთმანეთს ცემენ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ მებრძოლებს ნორმალური ურთიერთობა აქვთ. მისი აზრით, ყველა მებრძოლის პოზიცია დაახლოებით ასეთია. 25 იანვარს გამართულ ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვმა კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და გამოცდილ ბრაზილიელს დეივესონ ფიგერედოს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა. ბრძოლა 3 რაუნდისგან შედგებოდა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაპირისპირება მეინ ქარდზე არ იყო ჩანიშნული, მაინც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რათა კიდევ უფრო დაეხმარო არხს გაზრდაში და განვითარებაში.